ალცჰეიმერის დაავადება რატოა პრობლემური იცით ალბათ, იმიტომ რომ ვერ შველით დიაგნოსტირებასაც კი ადრეულ დიაგნოსტირებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მკურნალობა არ გვაქვს და გამოჩნდა რეალურად დონანემაბი, ესე ქვია ამ წამალს, რომელიც ამილოიდები რო გროვდება ალცჰეიმერის დაავადების დროს, მოკლედ ცილები გროვდება, რომელიც არ უნდა დაგროვდეს თავის ტვინში და აზიანებს თავის ტვინს. და მონიშნავს ამ ცილებს ეს წამალი და უჯრედებს, იმუნურ უჯრედებს ეტყვის, რომ აბა მიდი აალაგეთ აქედან და ისინიც აალაგებენ და თავის ტვინს უკთავდება, მოკლედ ეგ არის მექანიზმი, რითიც მუშაობს ეს ახალი წამალი, იმედის მომცემია, ან ძალიან კარგია. ბევრ შემთხვევაში, მოკლედ, მაგალითად ვქეთყვით, რომ რო აკვირდებოდნენ ჯგუფს 49%-ში პაციენტებისა შეაჩერა პროგრესირება იმისი ალცჰეიმერის დაავადების, მაშინ როცა პლაცებო ჯგუფში დაახლოებით 29% იყო ეს მაჩვენებელი. ან სადღაც სუფთა ეფექტურობა 22% ჰქონდა პაციენტების 22%-ში. სუფთა ეფექტურობა, რაც ძალიან კარგია მაინც. ეს არ არის საუკეთესო და ეს შორს დგას საუკეთესოსგან, მაგრამ მაინც ძალიან კაია. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევაა ესეც მედიცინაში, რომელიც პრინციპში, ხო, და ეს მესამე ფაზის კვლევები მთავრდება და საბარაუდოდ 2025-დან უკვე აქტიურად იქნება გამოყენებული ეს წამალი პაციენტებში მაღალი ალბათობით, მოკლედ. და კარგი ის არის, რომ ამ შემთხვევაში აზრი მიეცემა ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას, მათ შორის სკრინინგსაც, რაც მალე აღმოაჩენ, მით მეტად დაიწყებენ ამით მკურნალობას და მით მეტად შეაჩერებენ პროგრესიას, რაც ძალიან დიდი რამეა.